აიწია ტომასი და ჩააგდო კიდევაც 16-10. არიკარებს ჯერჯერობით ახლოს რაში მეტოქეს. ბელი თავადვე დაკიდა პარაშუტი და ჩააგდო კიდევაც. რომ ძალიან მიგვის. ნუ ესე უმახიანად ვერ დაიწყეს. თამაში მემორიალზე უმახიანად იწყებდნენ ხოლმე. ოჰო, ეს ძალიან კარგი მოთამაშეა. სწრაფი შეტევა ზაქრაძის ორი ქულა და დაიბრუნა რაშმა ლიდერობა არა და კესეუს ძალიან კარგი შანსი ჰქონდა არაერთხელ რომ გაეზარდა სხვაობა 3 ქულამდე. ფორესტი ბელი მარტო და ჩააგდო ეს 3 ქულიანი. 3-23 წლების სეზონი გაატარა. გიგლიანი მოთამაშეა. ფორესტის პერიოდში ჯერ მესამე ადგილი აიღო და შემდეგ ფინალი ითამაშეს. ბელი. სუსტია ბელი. ბენსონი. ბელი უკაცრავად. მეგენეიშვილი, გაფრინდაშვილი, ისევ ბელი. და მორიგი 2+1 ამჯერად ქსავიერ ბელის შესრულებით 12 ქულა აქვს უკვე ბელს და დადგება კიდევაც ერთქულიანი სასროლად. ყველაზე მეტი ქულა ორივე გუნდის შემადგენლობაში ამ ტომასი. ტომასი თავად შევიდა, კარგი იყო ბელი დაუფარა. აკრიბა შეიძლება ითქვას. ზედიზე კავკასია მეს ჩავიდა. კარგი იყო ფირცხელიანი. დაუფარა, თუმცა საპასუხოდ ჩაიჭრა ეს გადახი. მესამე ადგილი, მეორე ადგილი და რა დარჩა საქართველოს თასი. და ჩემპიონობა. აბა სერგი არ ჩავარდა ეს 3 ქულიანი, ბელი ხსნის და თავადვე გადადის შეტევაში და დაამთავრა კიდევაც. საჯაროდ მეტია ჩაგდება. უფრო 3 წამიანი ხო? ლიდერი 11-ჯერ შეიცვალა ის პირველი ტაიმიდან გამომდინარე, მესამეში მთელი მესამე-მეოთხე ლიდერობდა კესეუ და 2+1